მე ვარ სანდრო ჭაღალიძე, 13 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში და კითხვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ადრე დავდიოდი რაგბიზეც, კალაბურსეც და დროის უქონლობის გამო გამოვედი. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. მაქვს კარგი რეაქცია და კარგი ნახტომი. დიდი შეცდომა იყო ბავშვობიდანვე რო არ შევედი ფეხბურთს. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად გამომდის ჯარიმების აღება. შედარებით მიჭირს პენალტის აღება. ყველაზე კარგად გამომდის გადახტომა და ხელებით ბურთის აღება. გამოსასწორებელი მაქვს სწორი პოზიციის შერჩევა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდია PSG. ფეხბურთელი რო იყო საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. რომ გავიზრდები, გადაწყვეტილი მაქვს რომ გამოვიდე ექიმი. ექიმობა გავწყვიტე რომ დავხმარებოდი ადამიანს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 3 წლის, რადგანაც აღვიდგინო ჩემი ბავშვობა. კარგი ბავშვობა კი მქონდა, მაგრამ ბევრ რამეებს სასიკეთოდ შევცვლი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემი ძმის დაბადება. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ძმა, ბებია და ბაბუ. კიდევ მინდა რომ მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ნიკო. ის არის ჭკვიანი, ცელქი და ნერვების მოშლილი. ნერვების მიშლის როცა ტელეფონს მართავს. ჩემი აზრით ნიკო რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სტუმართმოყვარე, განათლებული და მოკეიფე. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, ჭკვიანი და კარგი დიასახლის. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალებს. ახლა ხინკალი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ჩემი ცოლი გააკეთებს, შემოყვარებს. ჩემი აზრით ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევებ სანის და ნისას. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგანაც ის არის მრავალფეროვანი. ანუ დიდიც, ლამაზიც, სწავლობენ ბევრი ჭკვიანი ადამიანები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გრიგოლ ჩხაიძე. ყველაზე ჭკვიანია ანა დავითაძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე ბოლქვაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანდრია ბერიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ზურა ბუგულავა. იმიტომ რომ ის არის მხიარული და კარგად ხსნის გაკვეთილს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი შავზოლიან პიჟამაში. კითხვა შემოყვარა კლასელებმა, სხვების კითხულობდნენ და მეც შემოყვარს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფანტაზიაზე. ანუ არარეალურ მოვლენებზე. სახლში მაქვს პატარა ბიბლიოთეკა და წიგნების შეძენაზე ზრუნავს ჩემი დედა. ის არის ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი. კითხვა იმიტომაა აუცილებელი, რომ ადამიანს ჰქონდეს დიდი ფანტაზია. ჩემი სკოლის დირექტორი იყო, სკოლის ბუფეტის მენიუს გავხდიდი მრავალფეროვანს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს ექნებოდა თამარის დროინდელი საქართველოს ტერიტორია. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 50 საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედასთან ერთად. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, ჩემ მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.